გაგრძელდება თუ არა საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის მხრიდან შანტაჟის, დეზინფორმაციის გავრცელების და უსაფუძვლო თავდასხმების პოლიტიკა 2026 წელსაც. 2025 წლის განმავლობაში ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან საქართველოზე ზეწოლა განსაკუთრებით გაიზარდა. ადგილი ჰქონდა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებს, უსაფუძვლო და უსამართლო რეზოლუციებს, არჩევნებში ჩარევის მიზნით მოსახლეობაზე ზეწოლას, რევოლუციური პროცესების დაფინანსებასა და სხვადასხვა სქემას, რაც მიზნად საზოგადოების უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების გარე ძალების მიერ მართული მარიონეტებით ჩანაცვლებას ისახავდა. აქტიურად ჟღერდებოდა უსაფუძვლო ბრალდებებით სრულ ინფორმაციები და მუქარა. ეს კი იმის ფონზე, რომ ევროკავშირის დაკვეთით მომზადებულ სხვადასხვა ანგარიშში საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია და ნატოსა და ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესებით უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიციაც იყო დაინტერესებული. ისინი ბრიუსელში მოკავშირეებთან და ლობისტებთან დახურულ ფორმატში შეხვედრებს მართავდნენ და ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის სხვადასხვა შეზღუდვების დაწესებასაც ითხოვდნენ. ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტობრივად აღიარებენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მათი მითითებების შესრულებას ითვალისწინებს და სურთ, რომ ბრიუსელის მიდგომები კვლავ უცვლელი დარჩეს. ევროპას აქვს თავისი წესები, თუ ამ წესებს შენ არ ღვევ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ევროპულ სიკეთებით ვერ ისარგებლებს. ძალიან მარტივი პრინციპია, მოსალოდნელი არის შეზღუდვების არიდებაც ჩვენ გვსურდა, მათ შორის ოპოზიციას, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას, ყველაფერს ვაკეთებდით. ევროკავშირის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება. ხალხის ძალაში მიაჩნიათ, რომ მიმდინარე წელი გარდამტეხი იქნება განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, ვინც ევროკავშირის თავდასხმის და ცრუ ბრალდებების ობიექტი იყო. პარტიაში განმარტავენ, რომ 2025 წელს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც არაერთმა ადამიანმა დაინახა, რომ ევრობიუროკრატები დიპ სტეითის ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ და სხვადასხვა ქვეყნებზე ზეწოლას ახდენდნენ. 2026 წელი იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი წელი სამართლიანობის თვალსაზრისით. იმ ქვეყნების სასარგებლოდ, რომელთა მიმართ ევროკავშირის მხრიდან იყო უსამართლო ზეწოლები. და 2026 წელს მსოფლიო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც კიდე ჯერ ვერ ხედავს, დაინახავს ევროკავშირის არასამართლიან, არასწორ მიდგომებს ქვეყნების მიმართ და მათ შორის საქართველოს მიმართ. სამწუხაროდ ევროკავშირი გარდაიქცა იმ ბიუროკრატიად, რომ იქ უნდა იყოს მხოლოდ ფულის კეთება, უნდა იყოს სხვა ქვეყნებზე ზეწოლა, რასაც დიპ სტეითი მოისურვებს, იმას გააკეთებს ევროკავშირი თან საჯაროდ. 2025 წელს უკვე ძალიან ბევრმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ დაინახა, რომ ევროკავშირი უკვე პრაქტიკულად აღარ ასრულებს იმ ფუნქციას, რის გამოც ის შეიქმნა თავის დროზე. და 2026 წელს დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრის აღსრულება დაიწყება. რომ ევროკავშირის არც განცხადება, არც რეზოლუცია აღარ იქნება სამწუხაროდ, მაგრამ აღარ იქნება არაფერი ფასის შემქმნელი. ევროკავშირთან ურთიერთობების განახლების მზაობა ქართულ ოცნებას აქვს, თუმცა განმარტავენ, რომ ამისთვის ბრიუსელიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ბრიუსელის პოლიტიკა ობიექტურ მოცემულობებზე და სამართლიანობაზე არაა დაფუძნებული, მათი რეალური მიზანი კი რუსეთის აგრესიის სამხრეთ კავკასიისკენ მიმართვაა. მიუხედავად ამისა, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ქვეყანა არჩეული გზიდან გადახვევას არ განიხილავს. ბრიუსელის პოლიტიკა არ არის დამყარებული გარკვეულ საფუძვლებზე, რომელიც ეხება ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ამ ვითარების რეალურ ანალიზს. ეს ყველაფერი მომდინარეობს ინტერესიდან, რომ რუსეთის აგრესია იქნეს მიმართული სამხრეთ კავკასიისკენ და კერძოდ საქართველოსკენ. განცხადებები გაისმის ინტენსიურად თანაც, რომ ევროპას ემუქრება რუსეთის აგრესია. ამასთან დაკავშირებით ლაპარაკობენ არა მარტო ექსპერტების დონეზე, არამედ სახელმწიფოს ხელმძღვანელები და ბრიუსელის ხელმძღვანელობაც საუბრობს. ის ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ყოველდღე ვადევნებთ თვალყურს, არ გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ უახლოეს მომავალში ურთიერთობების დარეგულირების. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გზიდან უნდა გადავუხვიოთ. ჩვენი სტანდარტი არის ზუსტად ის, რასაც თუნდაც ევროსაბჭო ყოველ კვირეულად აქვეყნებს
საქართველოს წარმატებების შესახებ. მზაობა გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები განახლდეს, თუმცა რა თქმა უნდა იყოს შემოხვედრი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან და ჩვენ საზოგადოებას შევახსენებ, რომ 21 ნოემბერს, როდესაც ჩანიშნული იყო შეხვედრა და ეს შეხვედრა ჩაინიშნა თვეებით ადრე, მზადდებოდა ეს შეხვედრა და ჩვენი დელეგაცია უნდა ჩასულიყო ევროკავშირში იმისათვის, რომ ფაქტებით და მტკიცებულებებით გაეარათ აბსოლუტურად ყველა ბრალდება, რაც მოდის ევროკავშირის მხრიდან, მათ გაუგებარი მიზეზის გამო გადადეს ეს შეხვედრა. ჩაშალეს პირდაპირ ეს შეხვედრა, რაც პირდაპირ იმის მანიშნებელი და ინდიკატორია, რომ ისინი მზად არ არიან, რომ ჩვენ გვესაუბრონ საგნობრივ დიალოგში შემოვიდნენ ჩვენთან და მხოლოდ რაღაცა აღქმებზე დაფუძნებული კრიტიკა უნდა ვისმინოთ მათი მხრიდან. ხომ თუ ისინი შესვლიან ამ მიდგომებს, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ევროკავშირისთვისაც, ვინაიდან ევროკავშირს არანაკლებ ჭირდება საქართველოს, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ბოლო ერთ წელიწადში მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგი შეიცვალა, ქვეყნებმა აქცენტირება სუვერენიტეტის დაცვაზე გააკეთეს, აღნიშნული პრინციპით კი საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია ხელმძღვანელობს.